გამარჯობა, მე ლელა კოტორაშვილი ვარ. მე-20 წიგნით დაგიბრუნდით. ქეთრინ პატერსონი ამერიკელი მწერალია. 90 წლის ქეთრინი ახლაც აქვეყნებს სოციალურ მედიაში ვიდეოებს, სადაც საუბრობს თავის ახალი წიგნების შესახებ. მას მიღებული აქვს ჰანს კრისტიან ანდერსენისა და ასტრიდ ლინდგრენის ჯილდოები, სხვა კიდევ ძალიან მნიშვნელოვან ჯილდოებთან ერთად. ქეთრინ პატერსონმა 1977 წელს გამოსცა რომანი სახელად ხიდი ტერაბითიაში. ეს წიგნი ძალიან მალევე შეიყვარა მკითხველმა. 2007 წელს ამ წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს ამავე სახელწოდებით და ბევრი მკითხველისთვის სწორედ ეს ფილმი აღმოჩნდა წიგნთან მისასვლელი გზა. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ხიდი ტერაბითიაში. ზუსტად 10 წლის წინ წავიკითხე პირველად და ახლა, როდესაც ვიდეო ჩანაწერისთვის ვკითხულობდი, გამახსენდა მთელი ის საოცარი პერიოდი, რომელიც უკავშირდება რაჭას, სოფელ უწერის საჯარო სკოლას, პროგრამას ასწავლე საქართველოსთვის და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გამიწეს მენტორობა პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას. ერთ-ერთი ასეთი იყო მარი კორინთელი, გამომცემლობა წიგნები ბათუმში, გამომცემლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ წიგნის შესახებ პირველად დავწერე საჯაროდ შთაბეჭდილება და ბლოგზე გამოვაქვეყნე. სანამ გამოვაქვეყნებდი, მარის გაუგზავნე და ახლაც მახსოვს მისი უკავშირი. რომ არა მარი, რომლის თანადგომა მუდმივი და გულისხმიერება, წახალისება შეიძლება არ გაგრძელებულიყო წიგნებზე წერა. და იმაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, თუ როგორ დიდ როლს თამაშობენ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ფეხდაფეხ მოგვყვებიან, მენტორობას გვიწევენ, რჩევებს გვაძლევენ, გვახალისებენ და იმაზე მეც ხედავენ ჩვენ შესაძლებლობებში, ვიდრე ჩვენ ვხედავთ. შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ, როცა მოძლიერდები შენს პროფესიაში, შენ აღმოჩნდები ასეთი დამხმარე ძალა სხვისთვის, ვინც ახლა იწყებს მაგალითად მასწავლებლობას ან ნებისმიერ სხვა პროფესიას გულისხმობ და ურთიერთობის ამგვარი ჯაჭვი ქმნის სწავლა-სწავლებაში ახლებურ ძალას, რაც ძალიან ეხმარება საგანმანათლებლო სისტემას. მე ძალიან გამიმართლა, რადგან პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას ბევრმა ადამიანმა გამიწია მენტორობა და გამიზიარა თავისი ძვირფასი გამოცდილება, რისთვისაც მუდმივად მადლიერი ვარ და ახლაც მინდა რომ მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. როდესაც ბლოგისთვის წერდი, პირველად დღიურში ვაკეთებდი ჩანაწერებს და შემდეგ გადამქონდა Word-ის ფაილში. ამ ვიდეო ჩანაწერისთვის მოვძებნე ჩემი მასწავლებლის დღიური და ვიპოვე სწორედ ამ წიგნის მიხედვით დაწერილი წერილი. წერილს მოჰყვება ამონარიდები ტექსტიდან, თითქმის მთელი წიგნი გადამიწერია. შემდეგ ჩემი ბლოგი გამომცემლობამ ინტელექტმა, ამ გამომცემლობამ წიგნად გამოსცა, მოსიარულე გაკვეთილები ჰქვია და ნამდვილად აღარ მახსოვდა რა ერქვა, რა დავარქვი ამ წერილს. ჩემი ტერაბითია. ასე დამირქმევია. რომ წავიკითხე ხელახლა, ბევრი რამ არ მახსოვდა, მაგრამ მაშინვე მომიტივტივდა ყველა ის მომენტი, რაზეც ვწერ, ან წიგნის საკითხვის პროცესში, რაზეც გავამახვილე ყურადღება და პარალელის გავლება ამ 10 წლიან პერიოდს შორის მაშინდელ მკითხველსა და ახლანდელ მკითხველს საკუთარ თავსთან ძალიან საგულისხმო იყო. რომ არა დღიური და რომ არა წერა, დღიურში წერა, ამ ყველაფერზე დაკვირვების საშუალება არ მომეცემოდა. სწორედ ამიტომ მინდა გავამახვილო ყურადღება მასწავლებლის დღიურზე, როგორც ერთგვარ პორტალზე, დროის დამაბრუნებელ საშუალებაზე, რადგან ბევრი რამ გვავიწყდება, დრო სწრაფად მიდის, ჩქარი რიტმია
რიტმში გვიწევს ყოფა და მასწავლების დღიურში გაკეთებული ჩანაწერები საშუალებას გვაძლევს, რომ მიუბრუნდეთ საკუთარ თავებს. დროის გასვლის შემდეგ შეიძლება გადავიღალოთ, ჩავქრეთ და სწორედ აი ამგვარი დღიურები და აქ ნაპოვნი წერილები ან ბარათები, კომენტარები გახდეს ზურგის ქარი შენთვის და მოტივაცია აგიმაღლოს, შთაგონებით აგავსოს. რაც შეეხება წიგნს. კეთრინ პატერსონი ამ წიგნს უძღვნის თავის შვილს და მინდა რომ წაგიკითხოთ. ეს წიგნი დავწერეთ ჩემი ვაჟის, დევიდ ლორდ პატერსონისთვის, მაგრამ როცა მან წაიკითხა, მთხოვ ამ გვერდზე ლიზას სახელიც დამეწერა. ხო და ასეც ვიქცევი. ეძღვნებათ დევიდ პატერსონს და ლიზა ჰილ ბანზაის. ლიზა ჰილ ბანზაი ყოფილა თავისი შვილის მეგობარი, რომელიც 8 წლის ასაკში მდინარეში დაიხრჩო და სწორედ აი ამ ამბავს ემყარება წიგნის სიუჟეტი. ხიდი ტერაბითიაში არის მთავარი პერსონაჟი ამ წიგნის არის ჯესი აარონსი, რომელიც 11 წლის ბიჭი, მე-5 კლასშია და ცხოვრობს დაბაში, ქალაქ ვაშინგტონიდან მოშორებით. ჰყავს 3 და, ძალიან მკაცრი მშობლები. დედა მუდმივად გადაღლილია, 3 თუ 4 და უფრო სწორად. ყოველდილას მას ევალება რომ მოწველოს ძროხა, მერე სკოლაში მიდის და მოვლენები ვითარდება სწორედ სახლსა და სკოლაში და კიდევ ტყეში. ჯესის სკოლაშიც პრობლემები აქვს, ის მალავს რომ ხატავს, საკუთარ თავს და საკუთარი თავის შესახებ თავადაც ბევრი რამ არ იცის, შიშები არის შეპყრობილი, ბევრი რამ ეშინია, წარუმატებლობას განიცდის და ცდილობს რომ სირბილში მოუგოს თანაკლასელებს, რადგან ამით ჰგონია რომ თავს დაიმკვიდრებს. მოზარდობის ტრადიციული პრობლემებია, რომლების შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, როდესაც საბავშვო ლიტერატურას კითხულობთ და გაცნობთ. სკოლა აქაც ძალიან გავს თანამედროვე სკოლის პრობლემებს. ოჯახები, 2 ოჯახი არის ამ წიგნში და ამ ოჯახების ატმოსფეროც გვახსენებს ჩვენს ყოფას და შემდეგ უკვე ჯესის ცხოვრებაში ჩნდება ლესლი. ბერკების ოჯახი, აარონსების ოჯახთან ახლოს გადმოვა საცხოვრებლად ქალაქიდან. მშობლები ლესლის 10 წლის გოგოს მწერლები ჰყავს და მალე ჯესი და ლესლი დამეგობრდებიან. აი მათი მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს შემდეგ უკვე ავტორი. წიგნი მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ორ ოჯახზე და იმ ატმოსფეროზე, რომელიც გამეფებულია თითოეულ ოჯახში. ჯესის ოჯახში ყველა გაღიზიანებულია და სოციალური პრობლემები არის გაშლილი. ღარიბები არიან, უჭირთ შვილებისთვის საჩუქრის ყიდვა, საშობაო საჩუქრების მაგალითად ან ახალი ტანსაცმლის. დედა მუდმივად დაღლილია, როგორც უკვე აღვნიშნე. მამა გვიან ბრუნდება შინ და საუბარსაც ვერ ახერხებს შვილთან. ჯესის მარტოობა ამ მრავალრიცხოვან ოჯახში თვალშისაცემია. მისთვის დრო არავის არ აქვს, თუმცა ჯესი უდიდესი პასუხისმგებლობით აკეთებს ყველაფერს, რასაც მშობლები ავალებენ. ხოლო ლესლის ოჯახში, ბერკების ოჯახი სრულიად განსხვავდება ამ ოჯახისგან, რადგან ისინი მათ არ უჭირთ, განათლებულები არიან და
თავდაპირველად ის საუბარი, რომელიც მშობლებსა და ლესლის შორის არის ხოლმე, ჯესის ბორკავს, თუმცა შემდეგ თავადვე შეუქმნიან ისეთ განწყობას და ფონს, რომ მოეხსნას ეს შებოჭილობა. მთავარი თემები, რომლებიც ამ წიგნში არის წამოჭრილი, ასეთია: სოციალური პრობლემები, სიღარიბე და ბავშვების სურვილები ამ ოჯახის გაჭირვებული ოჯახებში. ასევე მშობლები ყურადღების დეფიციტი. მშობლები როგორ აკლებენ ყურადღებას ბავშვს და ის რას განიცდის ამ დროს. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა. ამ წიგნში გვხვდება ორი მასწავლებელი. ერთი არის მის ედმუნდსი, რომელიც დაუვიწყარი მასწავლებელი არის ჩემთვის, ახალგაზრდა მუსიკის მასწავლებელი და ბავშვების ცხოვრებაში შეაქვს მთის ჰაერივით სიხალისე, თავისუფლება, საკუთარი თავის სიყვარული და ძალიან უყვართ ბავშვებს მის ედმუნდსი. და მეორე მასწავლებელი მისის მაიერსი, რომელიც დიდად ნაწარმოების დასაწყისში არ მოგწონს და ეს განწყობა გეუფლება პერსონაჟის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თუმცა რომანის დასასრულს აზრი გეცვლება მკითხველს და თავად პერსონაჟსაც ცხადია. ეს ცვლილება ამგვარი, ვფიქრობ, ავტორმა იმიტომ შემოიტანა, რომ ბავშვები ხშირად ულმობელები არიან შეფასებისას და მათ არ იციან რა პრობლემა შეიძლება იმალებოდეს მასწავლებლის ცხო უკან, რომელიც დგას კლასის წინ და მათთან რაღაცას ასწავლის, ხომ? ის სწორედ ამაზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას, როგორი გულისხმიერი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით მკაცრი მასწავლებელი. ლესლი და ბავშვების ბიჭისა და გოგოს მეგობრობა 1977 წელია და გიკვირს მკითხველს, რომ ისეთ თანამედროვე ქვეყანაში, როგორიც არის ამერიკა, ბიჭისა და გოგოს მეგობრობა ასეთი ყბაში შეიძლება ჩაუვარდეთ ადამიანებს, როდესაც თუნდაც ოჯახის წევრებს და მაინც და მაინც შეყვარებულად შეიძლება აღიქვან მათი საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, სიყვარულს დაუკავშირონ. ლესლისა და კიდევ თემა, რომელიც მწერალს შემოაქვს, ეს არის საოცარი ამაღელებელი მეგობრობა, ადამიანი, რომელსაც ეძახიან soulmate, მაგალითად შენი სულის მეგობარს და სწორედ ასეთი ურთიერთობა უყალიბდებათ ლესლისა და ჯესის. ლესლი არის საოცრად საინტერესო პერსონაჟი, გოგო, მოკლედ შეჭრილი თმებით, გოგო, რომელიც ყველა ბიჭს მოუგებს სირბილში, ძალიან სწრაფად დარბის, ძალიან კარგად ერკვევა ურთიერთობებში, არის უყვარს კითხვა და ძალიან კეთილია. საკუთარი აზრი აქვს ჩამოყალიბებული ყველაფრის შესახებ. შეიძლება ეს არის მეგობრობა, რწმენა, ჩაცმულობა და ძალიან მყარად დგას თავის შეხედულებებში. ლესლი ჯესის ცხოვრებაში გამოჩნდება ქარიშხალივით და გამოიყვანს თავისი ნაჭუჭიდან. გააცნობს ახალ სამყაროს და აქ უკვე უნდა ვისაუბროთ ტერაბითიაზე. ტერაბითია არის საიდუმლო ადგილი ტყეში, სადაც ლესლი და ჯესი ააშენებენ პატარა რაღაც ბანაკივით, ქოხლივით უბრალოდ და აქ ტერაბითიამდე მისასვლელი გზა არის ძალიან სახიფათო მდინარე ჩამოდის და ველურ ვაშლის ხეზე ჩამოკიდებული თოკით უნდა გადავიდნენ სან მეორე ნაპირას.
ამის შესახებ არავინ არ იცის და ბავშვები ამ წარმოსახვით სამყაროს საფარებენ ყოველდღე თავს, სადაც ლესლი დედოფალია, ჯესი მეფეა და უფლისწული პატარა ლეკვი, რომელსაც აჩუქებს შემდეგ ლესლის ჯესი საშობაო საჩუქრად გახდება ძაღლი. ბავშვები ერთმანეთს უქმნიან ძალიან დიდ კარგ განწყობას და ამ ურთიერთობის წარმმართველია ლესლი თავისი უშრედი ფანტაზიით და მკითხველი ავტორი გვაფიქრებს იმაზე, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ბავშვი კითხულობს, რადგან ლესლი გამუდმებით ელაპარაკება ჯესის წიგნების შესახებ, მაგალითად ნარნიის ქრონიკებს ახსენებს და აქვე მოვიტანე გამომცემლობა წიგნები ბათუმის მიერ გამოცემული 4 ნაწილი ნარნიის ქრონიკების. ტერაბითია სწორედ ამ წიგნის მიხედვით დაურქმევია მწერალს და ახსენებს მაგალითად მობი დიკს, ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს წიგნს, რომელიც რაჭაში ყოფნისას წავიკითხე და ძალიან მიყვარს. და კიდევ შემდეგ ხვდებით, რომ ჯესიც იწყებს კითხვას. ყურადღება უნდა გავამახვილოთ წარმოსახვით სამყაროზე, ბავშვებს როგორ სჭირდებათ იდუმალი გარემო, სადაც თავში აფარებენ და სადაც იქნებიან უფროსები. როგორ უწევთ იმ რეალობიდან გაქცევა და მიუხედავად იმისა, რომ ლესლის მშობლები დიდ თავისუფლებას ანიჭებენ, მასზე ზრუნავენ და აქვთ ამისთვის შესაძლებლობაც, ნერვებიც, დროც, ჯესის მშობლებისგან განსხვავებით, ლესლისაც სურვილი აქვს, რომ შექმნას თავისი სამყარო. ტერაბითია გვახსენებს ალბათ ჩვენი ბავშვობის ყველა ბავშვის მიდრეკილებას იმისკენ, რომ ააგოს ქოხი, ითამაშოს ზრდასრულობანა და სადაც თავად იქნება ცხოვრების წესების დამდგენი, წარმმართველი, თამაშის წესებს უგულისხმობ და შემდეგ უკვე ისევ უბრუნდება თავის რეალობას, აი ამ მონაცვლეობით, ამ წარმოსახვითი სამყაროდან, ისევ თავის მოზარდობის რთულ პერიოდს უბრუნდება ბავშვი. აქვე მინდა ყურადღება მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ კითხულობ ხოლმე ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ სოციალური ქსელი, Goodreads-ი, რომელიც ადრეც ვახსენე, არის ჩემი საყვარელი საკითხავი ადგილი. წიგნის შესახებ დატანილი არის ხოლმე გამოხმაურებები და ამ გამოხმაურებების კითხვა მაახლოვებს იმ ადამიანებთან, რომლებმაც წაიკითხეს ჩემი წაკითხული წიგნი და საინტერესო არის ხოლმე იმაზე დაკვირვება, ვინ რას აქცევს ყურადღებას, როგორ გამოხატავს თავის სათქმელს და არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე თქვათ წიგნის კითხვა. ამ წიგნის შესახებ თუ კი მოძებნით 18,000-მდე გამოხმაურებას იპოვით, მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო 2 გამოხმაურებაზე. ერთის ავტორი არის ელაინი და მეორე ეკუთვნის კირკეს, თუ სწორად ამოვიკითხე. ელაინი გვიყვება, რომ ბავშვობაში წაუკითხავს ეს წიგნი და შემდეგ უკვე თავის უფრო პატარა დაძმას წაუკითხა ხმამაღლა და კითხვისას როგორც ბავშვობაში დამემართა, ცრემლები მომდიოდა და ჩემი დაძმა ხმამაღლა ტიროდნენ და მე აი ამ პირადი მაგალითის შემდეგ გვიყვება მიმოიხილავს კომენტარს აგრძელებს საკუთარი შთაბეჭდილებებით და ის წერს, რომ ძალიან საინტერესო ფრაზა იყო, რომელიც პირდაპირ გულზე მომხვდა. ეს არის ზუსტად ის, რაც გავამახვილე ყურადღება, რომ ბავშვებს სჭირდებათ, თქვათ, მოზარდობამდე გადასulis რთულ პერიოდში რაღაც თავისი გამოგონილი სამყაროს შექმნა და ასე ამბობს, რომ
ბავშვები გგონია რომ ვერ აღიქვამენ იმას რაც არის სიკვდილი, სიცოცხლე, ესეთი მტკივნეული თემები და ვნიღბავთ ამ რაღაც მუდმივად გამოგონილი ზღაპრებით, ფანტაზიით და პირდაპირ არ ველაპარაკებით სირთულეების შესახებ. არადა ისინი ჩვენზე კარგად იგებენო და შემდეგ ამბობს აი ფრაზას, რომელიც ვახსენე, ბავშვებიც ადამიანები არიან. და ეს ხშირად გვავიწყდება ზრდასრულებს და არ აღვიქვამთ მათ ისე სერიოზულად, როგორც უნდა აღვიქვამდეთო. ხოლო მეორე გამოხმაურება არის გამოხმაურებაში კირკე ამ სახელით ვინც არის ის ადამიანი წერს და იხსენებს როგორ წაიკითხა მოზარდობისას ეს წიგნი, როგორ იტირა და როგორ შეიცვალა. თმები გაიზარდა, ფართო მაისურების ჩაცმა დაიწყო და თავს აწონებდა საყვარელ გოგოს. ახლა უკვე ცოლიც მყავს, კარიერაც მაქვს და ქალიშვილიც მყავსო, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა და ის რაც იმის გახსენებას ვიწყებ, რაც იყო წარსულშიო. აი სწორედ რაღაც და კიდევ რა მომეწონა, იცით რომ როგორც ყველა ჩანაწერისთვის, გამოხმაურებისთვის ხელახლა წავიკითხე ეს წიგნიო და მართლაც აი ხელახლა წაკითხული როგორ განცდებს აღძრავს ჩვენში და როგორ იცვლება ცხოვრება წიგნებთან ერთად, ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეს ადამიანი და კიდევ ორივე მათგანი ამბობს, რომ ჰქონდათ ბავშვობაში ერთგვარი ფარული საიდუმლო ადგილი და მე გამახსენდა მართლაც 90-იან წლებში 191 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და ბლანკოს ქვრივი გადიოდა, გახსოვთ ალბათ. იქ იყო ვამპირი ბრინიონი, მე და ჩემმა კლასელებმა ნაკვეთებში აღმოვაჩინეთ მიტოვებული სახლი, დავარქვით ვამპირი ბრინიონის სახლი და საგულდაგულო დავალაგეთ, სახლიდან წავიღეთ ნივთები, დავაწყრიალეთ და რაღაც პერიოდი დავდიოდით კაციშვილმა არ იცოდა რომ ჩვენ ამ სახლს ვალაგებდით. მერე მოგვბეზრდა და მივატოვეთ. ხშირად ვფიქრობ ხოლმე აი ამ მოგონებაზე. რაც შეეხება ხო, კიდევ ჩაგურის თემა არის აქ შემოტანილი ასევე და ჩაგვრელი ხშირად კი არა და ყოველთვის როგორი საბრალოა, რადგან მის უკან მთელი რიგი პრობლემები დგას და სწორედ ამიტომ იქცევა ის სხვებს ცუდად, რადგან ამით სურს მიიქციოს ადამიანების ყურადღება. რაც შეეხება ბალიშს, აი ასეთია, ტერაბითია და ფრაზა არის ამგვარი. ბიჭი თავს ვალდებულად თვლიდა სამყაროსთვის დაებრუნებინა ის სილამაზე და მზრუნველობა, რაც ლესლისგან ისესხა. ლესლი აღმოჩნდა ჯესისთვის ადამიანი, რომელმაც დაარწმუნა საკუთარ ძალებში და ვისურვებდი, რომ ყველა ბავშვს ჰყავდეს ასეთი მეგობარი. შემდეგ წიგნამდე გემშვიდობებით.